მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი მორიგი შეხვედრა კორალ კლუბიდან თემაზე ჩვენი პროდუქციის შედეგები მოვიწვიეთ ქალბატონი მედია წერეთელი, რომელიც გაგვიზიარებს თავის განსაკუთრებულ ისტორიას, რომელიც თანამონაწილეც გახდა უკრაინაში კიევში, რომელიც მე ვფიქრობ თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. გისმენთ ქალბატონი მედია. მოგესალმებით. მინდა მოყვე ეს ისტორია, იმიტომ რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მქონია ჩემზე და მივხვდი რომ მაშინ რომ ნამდვილად ვიყავი იქ და კარგი არჩევანი გავაკეთე თვითონ პროდუქციაზე. და რა ისტორია იყო ეს? ვიყავი კიევში, ეს კიდე სხვა ისტორიის ნაწილია, როგორ მოვხვდი. ვიყავი კიევში კომპანიის Next ახალგაზრდებისთვის ესეთი არის ფორუმი, სადაც გავიცანი ერთი ქალბატონი ოდესიდან, ეს არის ტატიანა დელი და ეს ქალბატონი ატარებდა დიაგნოსტიკას და ამავე დროს უკვე იყო დისტრიბუტორი ამ კომპანიაში. მე ვიყავი მომხმარებელი, ახალი მისული და ჯერ პროდუქციას კარგად არ ვიცნობდი. მე და ტატიანა აი ესეთი ფორუმის შემდეგ გადავწყვიტეთ წასულიყავით პეჩორის ლავრაში და დაგვეთვალიერებინა. როდესაც გამოვედით ჩვენ თვითონ ტაძრიდან, მოხდა დაურეკეს ქალბატონს დაურეკეს და აღთოვანებული აი ატიროდა ქალბატონი მადლობებს უხდიდა და თავიდან ვერ გაიგო ტატიანა რა მოხდა, რატო უხდიდა მადლობებს ხო ესეთი რამე ხო არ თავიდან კი შეეშინა რომ ტიროდა რამე ხო არ დააშავა ისეთია რაღაცა და მაგრამ რომ გაიგო მე რაშიც იყო საქმე თვითონაც ატირდა და იმდენად ამაღლებელი იყო ეს ჩემთვის რომ მე საინიფუთა დავიბენი იმიტომ თან ტიროდა ის იქიდან ტიროდა და მადლობებს უხდიდა ეს აქედან ტიროდა და გახარებული იყო რა თქმა უნდა და როდესაც დამთავრდა ეს საუბარი რა თქმა უნდა აღთოვანებული და რო არ გაეზიარებინა ჩემთვის ეს სიხარული არ შეიძლება და მე ძალიან ინტერესი მქონდა რომ რა მოხდა ესეთი ხომშვიდობა ხო რა ხდება საერთოდ და ქალბატონმა მითხრა რომ იმ ქალბატონმა ვინც დაურეკა მეუღლე ყავდა ანუ ხერხემის პრობლემა ჰქონდა ეხლა ზუსტად არ მახსოვს და ვერ ვიტყვი რა ხერხემის მძიმე პრობლემა ჰქონდა უკვე ჩაწოლილი იყო ახალგაზრდა კაცი იყო ძალიან წუხდნენ ეთება უწეს რომ ფაქტიურად არ გექნება არანაირი შედეგი და აი ესე იწვევი მთელი ცხოვრება როგორია ხო ეხლა მოწყვეტილი წელს ადამიანი ახალგაზრდა და სხვა განუსავალი არ ქონდა დრო აი მიემართათ აი როდესაც რაღაცა პრობლემაა ხო ესეთი და აღარ იცი რა გააკეთო ბევრი ადამიანი დაუშვათ დაიგნორირებს რაღაც ინფორმაციას შემოთავაზებას და ბევრი როგორც აი ეს ბოლო რაღაც იმას შანს მოკიდებს კი ხელს და დაიწყებს რაღაც მოქმედებას რომ არ იყოს იქნება ამან უშუალოს რაღაც და ზუსტად აი ესე გაუგეს მოусმინეს ქალბატონ ტატიანას და დაიწყეს თვითონ ჯერ 90 დღიანი ეს პროგრამით კონცეფციით როგორც არის და შემდეგ უკვე დაუმატეს აი ეს ბილურონი აი მინდა გაჩვენოთ ეს პროდუქტი არაჩვეულებრივი ცოტას მოყვები კიდევაც ამ პროდუქტთან დაკავშირებით და დაიწყეს ეს ბილურონი და რა თქმა უნდა კიდევ რაღაც პროდუქტებს ამატებენ, მაგრამ ძირითადი მაინც იყო ეს. და 11 თვის თავზე ფაქტიურად ხო ეს ადამიანი დადგა ფეხზე, გაიარა და რო გაიარა ესე იმდენად მაგათვის იყო ეს შოკი და იმდენად მაგათვის კაცო, ყველა ფიქრობდა, რამდენ ადამიანს ჭირდება. რამდენ ადამიანს ჭირდება და წარმოიდგინეთ და აი იმ დროს ლაპარაკობდი პირდაპირ ეთერი მქონდა წარმატებასთან დაკავშირებით და ბევრს წარმატება აღქმული როგორც აი დაუშვათ რაღაც ფულადი ხო ბონუსი. ის რა არის? კი და სინამდვილეში წარმატება ბევრისთვის ძალიან ისე თავისია ხო? შეიძლება ბანალური ლოგინიდან ადგომა ხო? მე აი ზუსტად მაგაზე ვიფიქრე და იმიტომ მას პირდაპირ ეთერის ჩავწერე და თქვენს გიზიარებთ ამას რომ ბევრისთვის წარმატება ხო არის ლოგინიდან ადგეს და ის ორი ნაბიჯი გააკეთა. რამდენი ადამიანი ოცნებობს კაცო ამაზე? კი და აი კიდე მე ესეთი რატო კიდე გადავწყვიტე ხო გუშინ ზუსტად შემოვიდა ორი ესეთი წერილი და იქ ადამიანები წერენ თავის მადლობას ზოგი წერს აი როგორ მოხდა ამ შედეგებს კი ამა და იმ პროდუქტზე და ერთმა ქალმა დაწერა რომ აი კიდე კაიო რომ მე დროზეო ეს გავიგეო ეს ინფორმაციაო და დიდი მადლობა რომ აი ეს კარგი ძალიან შედეგი მქონდაო და ეს კოლაგენთან დაკავშირებით მე კოლაგენი რა არის ქალბატონია? მე ცოტა მოკლედ ძალიან გეტყვით და მოყვები და მეორე ერთმა კიდე დაწერა და იმდენად აი გულში მოხდა ნამდვილად რომ ქალი ტიროდა და წერდა რომ მე ვეძებდიო თვითონ კორალ კლუბსა და მაგნაირ ინფორმაციას და ასეთ პროდუქტს რომელიც მე ფერზე დამაყენებდა მაგრამ სამწუხაროდ დღეს უკვე გვიანი არისო ანუ ყველაფერი გააკეთეს რაც შეიძლება და უარყოფითი ისეთი ოპერაციო გაუკეთეს რომ ქალი ფაქტიურად უკვე ჩაწოლილია და იმას უკვე კოლაგენიც და ბილურონიც უკვე ვეღარ უშველის და ტიროდა ქალი რომ რატო აქამდე მე ვერ გავიგე ეს ინფორმაცია ამიტომ უნდა უთხრათ ადამიანებს ეს აუცილებლად რომ მე ეს შანსი ცხოვრებაში არ მომეცა და ქალი იყო 44 წლის 44 წლის ინვალიდი ადამიანი და აი რატო იცით იმიტომ რომ აი ეს ბილურონი